ხელოსნები უკვე დაპურებული ჰყავს. ჭურჭელს აალაგებს და ხვალინდელი დღის სადილზე ზრუნვასაც დაიწყებს. სახში წასვლამდე მშენებლებს მორიდებულად სთხოვს. ხარაჩოზე გასვლის ნება დართონ და რამდენიმე აგურის დადების უფლებაც მისცენ. ჩვენი პატარა დიასახლისია გაიცანით, გაიცნოს ყველა, რამე თუ ის არის მშენებლობის დროს მომუშავე პერსონალთან სადილი საუზმი ამოაქვს, ცივი წყალი მოაქვს და ემსახურება. თან მაინტერესებს როგორ მიმდინარეობს შენებობა. ახლა დაინტერესდა აგერ რა შენდებოდა და ამოიყვანეთ სიმაღლეზე ხარაჩოზე. უფლის რწმენისა და ტაძრის სიყვარულის პარალელურად პროფესიული ინტერესით ამოძრავებს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს. თეონა ჩხაიძე მომავალი არქიტექტორი ზაფხულის არ დადგებს მშობლიურ წიაღუბანში ატარებს და წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მშენებლებს სიამოვნებით დიასახლისობს. ანუ სხვა აგური მაგალითად ხოტანიანი აგური რო გამოიყენებინათ, უფრო იაფი დაჯდებოდა თან ის თქო საიზოლაციო თან. დასაგებია, მაგრამ ეს არის სამტრედიის ჩვენი ადგილობრივი მოტანაც, იგიც არის და მეტი იაფი დაჯდა იგი. მინდა რომ რაღაც წელი შევიტანა და რაღაც საჭმლის მოტანით რავი მუშებს ვეხმარები ხოლმე, ამ მაქვს საჭმელი. მომავალი არქიტექტორი ხარ, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. როგორ მოგწონს მშენებლობის მიმდინარეობა? ჯერ არა პროფესიონალის თვალით რომ ხედავ, მომწონს, კარგია. 28 ივლისამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს ჩაფიქრებული აქვთ წმინდანების ხსენების დღისთვის ტაძარს რკინა-ბეტონის ქამარი შემოარტყან. საკვარი სათა და დაახლოებით ასე. შეიძლება მაგამოცილება მშენებლობებზე თვითონ მოხელე ვარ. ელექტროსვარშიკი ვარ, რა ვიცი, ყველაფერი ვარ. მიხარია რომ ჩვენ სოფელში პატარა სოფელია და მიმაჩნია რომ ეს შენობა, ეს ეკლესია რომელიც შენდება, ამ სოფლის ფუნდამენტი იქნება უფრო ძლიერი. თითქმის მთელი სოფელია ჩართული, ძირითადად კი 4 კაცი მუშაობს. მერაბ გოგიტაძე, ნუკრი თევზაძე, შოთა კაცაძე და შაქრო ჩომახიძე საჭიროების შემთხვევაში ბიჭებს იშველიებენ და ისინიც უარს არ ამბობენ ტაძრის მშენებლობაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. არის მაგ ჩვენზე დამოკიდებული ყველაფერია, ეკლესია რო შენდება და ჩვენდება. არის ხალის და ყველაფერი კარგი არის, უკეთდება სოფელში აგი. ტაძარი უკეთდება და ჩვენდება. სადადიოდით. უცოლო კაცი ვარ, ცორს მეიყვანა დევზერ ჯვარს ახანე მე. და რა სამუშაოებია დარჩენილი? დარჩენილი ერთი ფილაგორი შემოსატყმელი კრუგზე და ბეტონი და ასფალტი. რამდენი დღის სამუშაოა? ერთი კვირის, რა 21 არის დღეს და 28-მდე ვისავთ. სოფელი როგორ გეხმარება? ყველანაირად. როცა გჭირდება, რომ არის ისეთი სამუშაოები, ჩვენ უკვე არ შეგვიძლია მთელი სვა. აქ გუშინ მაგალითად, აქ 20 კაცი მაინც იყო, ჩავასხეთ ძალიან კრუგში. გვეხმარებიან ყველანაირად. თქვათ, რომ გჭირდება ბიჭები და იმ წუთში გამოჩნდება სოფელი. რამდენი ადამიანი მუშაობს და ძირითადად ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ტაძარს აშენებენ? ნუ ძირითადად ვინც აშენებს შაქრო ჩხაიძე. ჩვენი ხურუთ მოძღვარიაო შაქრო ჩხაიძეზე მიმითითებენ. გამოცდილ ხელოსანს აქამდე ხესთან რომ ჰქონდა შეხება, ეკლესიაზე მშენებლობამ ქვაზეც არანაკლებ დააოსტატა. სახერხის აუდი მაქვს. დიახ. ერთი და კიდევ დანარჩენი რაღაცები მაქვს კიდევ ისეთი რომ პატარ-პატარა რაღაცას ხელობაზე მუშაობთ. და რატომ გიძახიან ჩვენი ხურუთ მოძღვარიაო? მევაშენე დღესდღეულად ახლა და მაგით არ გიჭირთ? არა. პირიქით სიამოვნებს ამ საქმეს კეთება ძალიან მაგრად და დიდი უპირატესობას ანიჭებს რომ შრომობ ამ წმინდა საქმეს. რაც როცა ჯერ კიდე იგეგმებოდა ტაძრის მშენებლობა, მე და ბატონი ოთარი თევზაძე ერთად ამოვედით, ნახეთ ეს ყველაფერი, შემდეგ უკვე მეორეჯერ ამოვედი მეუფის დავალებით უკვე მამა ვახტანგისთან ერთად, მან გთხოვა რომ დაგვეთვალიერებინე ეს ადგილი, იმიტომ რომ ოთარ თევზაძემ თხოვა მეუფეს რომ არის შესანიშნავი ადგილი, უთხრა ჩემზე რომ ეს ადგილი ნახა და ფიქრობს რომ შეიძლება აქ მშენებლობის დაწყება და წინადადებებიდან გამომდინარე მეუფემ დაგვევალა გამომიშვა. მე როგორც ამ საქმეში მეტნაკლებად გარკვეული პიროვნება და მამა ვახტანგი როგორც მთავარხუცესი ჩვენი რაიონის რომ ვენახა ადგილი და ჩვენი მოსაზრება დასკვნის სახით გადაგვეცა მეუფისათვის. მართლაც ამოვედით ახლა დავათვალიერეთ კიდევ ერთხელ ნახეთ ეს ყველაფერი ძალიან კარგი ადგილია. ძალიან კარგი ადგილია
და აი ესე გადავეცით მეუფესაც, რომ ეს ისეთი ადგილია, სადაც შეიძლება და აშენება ტაძრის და კარგი იქნება თუ ის ხალხი, ვინც ფიქრობს აი ამათ, თქვენ მიცემთ კურთხევას და დაიწყებენ აი აქ მშენებლობას. მეუფე დაეთანხმა ამ ჩვენს წინადადებას. 2011 წლის 28 ივლისს წმინდანების კვირიკესა და ივლიტას დღესასწაულზე თევზაძეების საგვარეულო შეხვედრაზე სოფელ წიაღუბანში წინაპართა სასაფლაოს მოპირდაპირედ სამხრეთ გორაკზე მიწა ეკურთხა. ხონის სამტრედიის მიტროპოლიტის მაღალყოვლად უსამღვდელო ესის მეუფე საბას ლოცვა კურთხევით ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. მაგრამ მეუფემ თხოვა უпростоრად დავალებად მოგცა მეც და ბატონ ოთარსაც, რომ მოგვემზადებინა ყველაფერი იმისათვის, რომ კურთხევა ყოფილიყო შესაძლებელი. ანუ საძირკვლის გათხრა გაგვეკეთებინა ეგრეთ წოდებული ბალიში კინაბეტონის ჩაგვესხა და მოგვემზადებინა კურთხევისათვის აი ეს ტერიტორია, გავაკეთეთ ესა, შევასრულეთ და ამის შემდეგ ამობრძანდა მეუფე სასულიერო პირების თანხლებით და მოახდინა აი ამ ადგილის კურთხევა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ასაშენებლად. ფინანსურად ბევრი ადამიანი შეეწია ტაძრის მშენებლობას, თუმცა ორ პიროვნებას განსაკუთრებულად გამოჰყოფენ. მთავარ დამფინანსებელს მოსკოვში მცხოვრებ კახა თევზაძეს და ტელეკომპანია ზარის დირექტორს ოთარ თევზაძეს. თუ შეხვალ თუ არა ამის ზევით თვითონ პანჯარაა იქ. აქედან ახლა ამაში მაინც ხო ვერ აქედან იქან ვერ შედიხარ. არა, მაგრამ აქ ხო შევალ ამ წინაში მაინც. ეს შემშლელის სიმართლე რო გითხრათ, არაფერი არ აგვაქვს. არის ისეთი სიტუაციები, რომ ახლა ძიმექვები აიგი, მაგრამ მაინც ისევე გვიჩევნია ჩვენი ხელით გავაკეთოთ, ჩვენი ძალით გავაკეთოთ და ჩვენი ხელით ევიტანოთ, ის გვიჩევნია მაინც. ანუ შეფერხება საშენ მასალაზე არ არის. არავით არის შეფერხება, არა, როგორც კი საჭირო დარჩება, როგორც კი ან ცემენტი გამოგვაკლდება, ან ქვა იმ წუთში, როგორც კი დავრეგავთ, მოდის ყველაფერი. და ვინ უზრუნველყოფს, ვინ გამარაგებთ? კონკრეტული პიროვნებები, რა თქმა უნდა, კახა თევზაძე არის და ოთარი თევზაძე, რომელიც გამარაგებს, თუ კი რამე ჩვენ დამკვირდება, ის იმ წუთში მოგვიტანს, მოაქვს ყველაფერი. აი ეს რო აქეთ დაჯდება, ეს გამოვარდება. იქიდან მხარესაც აქეთან მხარეს. გამოცდილი თვალი მაინც სხვა არისო და 21 ივლისს ოთარ თევზაძემ სოფელ წიაღუბანში ჯონი ნადირაძე იახლა. საკათედრო ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორს დათვალიერებისას უმნიშვნელო დეტალიც არ გამოპარვია. ეს გაკეთებული არის გამოცდილი არქიტექტორის მიერ პროექტი დავით სვანიძე, რომელიც ჩვენს ეპარქიაში ცნობილია, ძალიან ბევრი ტაძარია მისი გაკეთებული პროექტით აშენებული. დაწყებული ჯერ კიდევ 2000 წლიდან, იმიტომ ბაშის ტაძარი იქნა პირველად აშენებული და იმის შემდეგ ბევრი აშენდა მისი პროექტით და ასე რომ ჩვენ მართალია რაღაცები ვიცით ახლა ტაძრების მშენებლობის, მაგრამ მან ჩვენზე უფრო იცის როგორ და რანაირად და ახლა მე რამდენადაც ვიცნობ კიდევაც მის ხელწერას ყველაფერს, აი მათთან ვინც მუშაობს კონკრეტულად აი აქა და ბატონ ოთართან ერთად ვარჩევით აი ამ საკითხს, რომ არ მოხდეს რაიმე გადახვევა პროექტისგან, რაღაც გარკვეული მომენტები იყო, თქვათ, შიგა საკურთხეველთან დაკავშირებით, გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, იქ კონქია გასაკეთებელი, შიგნით თაღი არის მოსაწყობი და ასე შემდეგ, რასაც ჭირდება ძალიან დიდი ყურადღება, რომ თუ დაირღვა, ისეთი ვერ იქნება, აი შეიძლება კანონიკასაც კი შეეხოს და აი ამაზე მქონდა საუბარი და დავსიტყვდით, რომ ეს ყველაფერი იქნება დაცული. თუ საჭირო იქნება, მე მათ შევკვირდი, რომ ყოველთვის მზათა ვარ, რომ ამოვიდე და ჩავერთო ამ საკითხების გადაწყვეტაში. სპეციალისტების დახასიათებით ბაზილიკის სტილის ტაძარი საკმაოდ ტევადია. მათი გათვლით ეკლესია წირვის დროს 150-დან 200 კაცამდე დაიტევს. მრევლისთვის კარგ ამინდში ვაკე და მოხდენილი ესოც არ იქნება ურიგო. კარნიზის დასრულების შემდეგ კონქი მოეწყობა და შენობა დაიხურება. ჯერი შიგა სამუშაოებზე მიდგება. მე ვიცი რომ აქ არის ჩანაფიქრი სახურავამდე უნდა მიხვიდეთ 28 ივლისისთვის და მეტი ადრეც და ხელშემშლელი ხო არაფერი გაქრა. რაც თავარი არის მასალა თავის დროზე მოდის, ყველაფერი მოდის თავის დროზე. ძალიან ყურადღებას მაქცევენ მაგ. სხვაზე მე პრეტენზია არაფერზე არ აქვს. თავარი არის მუშახელი კი თელი სოფელი დგას ბიჭები ჩემ გვერდით ყველა.
და საერთოდ როდის ფიქრობთ, როდის დასრულდება ტაძარი და როდის პირობამდე ახლა დავასრულებ რა, კანიზამდე და მე ალბათ 900 სექტემბრის ბოლომდე მე მგონი უნდა დასრულდეს. რო